სამშაბათი დღის გეგმების შესახებ გაგიზიაროთ ამბებიც და ემოციებიც. ყველაზე სახალხო მეგა შოუს ნიჭიერის მე-11 სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ჯერ ადრეა დასასრული. სამი დაუვიწყარი ნახევარფინალი უკვე იხილა ნიჭიერისა და რუსთავიორის ერთგულმა მაყურებელმა მათ საკუთარი რჩეულებიც გამოავლინეს. ცნობილია 9 გამორჩეულად ნიჭიერი ფინალისტი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში შთამბეჭდავი ეპიზოდები დაგვამახსოვრეს თავი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათ შორის არიან მაყურებლის რჩეული სვანეთიდან, კერძოდ კი ჭუბერიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლი ნენსკრა, თვითნასწავლი მომღერალი ნინიო კოშნელი, ასევე ფინალში ვიხილავთ ფოთის ანსამბლ არგონავტებს და მათ ორიგინალურ ქორეოგრაფიას ხელვაჩაურელ ჰალკს, იასონ ქამაშიძეს, პატარა გარეჯელებს, ასევე ექსტრემალ მიშკა კასრაძეს, ნია სტუდიოს, პატარა და ძალიან ემოციურ და ნიჭიერ ნუცა საჩეჩელაშვილის შესრულებას, ძლიერი ვოკალური მონაცემების მქონე მარიამ მოსაშვილის გამოსვლას. დღეს საღამოს 10 საათზე პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გადავავალებთ თვალს მათ სანახაობრივ ნომრებს, ერთგვარად შევაჯამებთ მათ გასულ ეპიზოდებს და წარმოვიდგენთ, ვინ შეიძლება იყოს გამარჯვებული წლევანდელი სეზონისა. კიდევ ერთი სიახლე მინდა რომ გაცნოთ და გახაროთ, განსაკუთრებული მიზეზიც გაქვთ იმისთვის, რომ ტელეეკრანებთან მოკალათდეთ დღესაც, რადგან წინ დიდი სიურპრიზი გელოდებათ. ყველაზე სახალხო მეგა შოუ ნიჭიერის პროექტის რჩეულ მე-10 ფინალისტს დაასახელებს. მოკლედ ველოდებით დღევანდელ გადაცემას, ვემზადებით გრანდიოზული ფინალისტის, რომელიც 22 აპრილს შედგება, თუმცა დღეს 10-ვე ფინალისტის ვინაობა იქნება თქვენთვის ცნობილი, ასე რომ მეც მაინტერესებს მე-10 ფინალისტი ვინ იქნება. სწავლის საგამო ველოდება წინ, კი ბატონო და ველოდებით სრულიად საქართველო და არა მარტო.